როცა ბავშვი სხვანაირად იქცევა, ჯერ ეს უნდა გავარკვიოთ, ამ ბავშვს იქნება აქეთკენ აკვიდრეკიდება. და ჩავხედოთ, ეს ცუდია თუ კარგი. ხანდახან ჩვენ რაც ცუდად გვეჩვენება, ბავშვის ცუდი ცუდაც არ არის, ბუნებას მიխავს განაშენახარ მარტო აღზრდელი შვილისა. შენი შვილის აღზრდელი მამა კი ხარ, მაგრამ ანგელოზიც რო არის, მასაც რო თვითონ გამოხვა თავისი ინტენციები, ისე მე ვიღაცები მეშლებიან პატრას აღზრდაში, თორემ მარტო ვერ გაუძლებ ამას. არა, ბავშვს ეღვიძება თავისი მომავალი ცხოვრების პრელუდია. და ეხლა თავის სიცილკეში ამას აჩენს. ამ თავის დაჟინებულობაში ამას ითხოვს. ხო, ჩვენ ვერ ვიგებთ ამას. მე მგონი რომ ბავშვი ჩემსკენ მოვდრიკო, მგონი რომ მე კარგ საქმეს ვაკეთებ, ჩემი საქმე გააგრძელო, ჩემი ბიზნესი ხელში აიღო, ჩემი პროფესია აითვისოს, ისეთვე გახდეს როგორც ჩვენა ვართ. ხო? და ამ დროს ბავშვს სხვა რაღაცა მოაქვს. და პირველი ჩემმა პრეცედენტმა ხედვა უნდა გამოიცნოს. ეს ბავშვი კი არ მევასება ეს, მაგრამ იქნება ეს მისი ცხოვრების გზა არის კაცო. ხო და მოდი რა ხელი შეუწყო. წავიდეს, განვითარდეს საკეთკენ. თუ კანონის ფარგლებში. შემოძვირფასო, არის ოჯახები, სადაც მოვა ბავშვი და სულ აყირებს ოჯახის ყველა ტრადიციას. არც პაპა ყოფილა ესეთი, არც მამა, არავინ არ ყოფილა საშუალო შესაძლებელი. არც გამოვიდა. ჩემმა შვილმა ერთი ნაბეჭით 2 თუ 3 უნდა გამისწროს რაღაცაში, კულტურაში, ცოდნაში, ქცევაყოფაში, რა, მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ურთიერთობებში რაღაცით უნდა გამისწროს. მე მამამ არ უნდა ჩავყლაპო ჩემი შვილი. გამიგე? უფრო მეტიც მე შეიძლება სახელი და ღირსება უნდა გავდგეგნენ და განზე, რომ ის წინ წავიდეს. იმიტომ რომ წინ წასულ შვილს როგორც ხარებს რა, ურემი მიაქვს, ქვეყანა მიაქვს. ცხოვრება მიდის წინ. ამიტომ მე ეს მიხარია.